სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდი ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უფალი მცნებად გვაძლევს დავიცვათ სინდისი და თითქოს პირდაპირ მიმართავს ვინმეს, ისე ამბობს: "მიხილე უბადრუკო, იყავდე თურად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მისთანა, გზასა ზედა." საშიშროებაზეც მიდვითითებს და ამბობს: "ნუ უკვე მიქცეს შენ წინამოსაჯულმა მან შენ საჯულსა და მსაჯულმა მსახურსა და საპყრობილეთ შეხვარდე. ამინ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი ქოდრათი, როგორც ქვის სინდისი ბოროტშიც გვამხელს და კეთილშიც. გვიჩვენებს რისი კეთება გვმართებს. თუ არ მოусმენთ, ისე ვის გვამხელს იმ დღეს, განკითხვის დღეს. ამიტომაც ამბობს, ნუ უკვე მიქცეს შენ საჯულსა და ასე შემდეგ." სხვადასხვაგვარი დაცვა არსებობს. კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ ამრიგად. არ უგულებელ ხოსნის მცნებები, რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია, სინდისი იმაშიც დაიცვას, მაგალითად, ლოცვისას ფოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს. ან ხედავს მოყვასი რამეს ამბობს თუ აკეთებს, ის კი განიკითხავს ამის გამო და მსგავსი რამეების გამო, რასაც ღმერთის გარდა ვერავინ შეითხოვს. სინდისის დაცვა იმაშიც მართლებს. ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა. მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითიც იცის, რომ მოყვას დააბრკოლებს საქმით, სიტყვით, სახით თუ შეხედვით. მოყვას, რითიც იცის,